Სამზომი ჩართულია. დღეს იცით თქვენ რომ 14 მაისია და არასრულ 24 საათში სტამბულში თითქოს, ასე უნდა ვთქვა, უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები პრეზიდენტ ზელენსკისა და შლეგ დიქტატორ პრეზიდენტ, ასე ვიტყვი, პრეზიდენტ პუტინს შორის, რომელიც რას საკვირველია სტამბულში არ ჩავა, ეს ჩემი ვარაუდი არ არის, პრინციპში პუტინის მონამორჩილებმა, პესკოვებმა და სხვებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის შლეგი ლიდერი არამც და არამც არას დიდებით, არავითარ შემთხვევაში არ გაემგზავრება თურქეთში, არც ანკარაში და არც სტამბულში. რეალურად ეს ეგრეთ წოდებული მოლაპარაკებები, სწორედაც რომ ეგრეთ წოდებული მოლაპარაკებებია, საბოლოო ჯამში ყველა კარგად ხვდება, რომ ამ ფარსში მონაწილეობა აუცილებელია, იმიტომ რომ დიპლომატიურ ფრონტზე, არა მოლაპარაკებების ფრონტზე, არა მოლაპარაკებების თვალსაზრისით დიპლომატიურ ფრონტზე, არამედ ესე PR დიპლომატიურ ფრონტზე, რომელიმე მხარემ გაიმარჯოს და ჯერჯერობით დაწმუნებული ვარ, რომ მერობითაც ასე იქნება, ჯერჯერობით სრული უპირატესობით ამარცხებს უკრაინა რუსეთს, ასე არ ჩანდა, ასე მაგალითად თვენახევრის 2 თვის წინ, მაშინ რუსეთის შედარებით უფრო წინწაწეული ქვეყანა იყო დიპლომატიურ PR-ულ ფრონტზე, მაგრამ ახლა და უკვე მე რამდენად ვიმეორებ, რომში, ვატიკანში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინა აშკარად გამარჯვებულია, აშკარად აღმავალ ხაზზეა და ზელენსკი თავიდან ბოლომდე ფლობს ვითარებას და ზელენსკი დგამს ამ სპექტაკლს, ასე ვიტყვი, ოღონდ მისი კარგი კონოტაციით. ამ თეატრის, ამ წარმოდგენის რეჟისორი აშკარად არის პირველი რეჟისორი აშკარად არის ზელენსკი. ზელენსკი უნდა აჩვენოს ტრამპს და მხოლოდ ტრამპს, რომ ყველაფერს აკეთებს იმ მშვიდობისათვის, რომელიც ასე დაუჩემებია, რომლის მიღწევაც ასე დაუჩემებია ტრამპს და ზელენსკიმ უნდა წარმოაჩინოს ისე, რომ თავად კი მომხრეა ამ მშვიდობისა, თუმცა არის მეორე მხარე, დიქტატორი პუტინი და დიქტატორული სახელმწიფო რუსეთი, რომელსაც არ უნდა მშვიდობა და თუ უნდა, მაშინ კეთილი ენება და გამოცხადებული იყო თვით პრეზიდენტი პუტინი, არა უშაკოვი, ლავროვი თუ სხვა რომელიმე ჩინოვნიკი, არამედ სწორედაც რომ პუტინი გამოცხადებული იყო არასრულ 24 საათში გამოცხადდეს სტამბულში და ერთ-ერთზე დაუჯდეს სწორედაც რომ პრეზიდენტ ზელენსკის, რომელსაც ნათქვამი ბევრჯერ აქვს, თუ გულახდილნი ვიქნებით და მე ვალდებული ვარ ვიყო გულახდილი, რომ არა, პუტინს არამც და არამც არ შევხვდებიო, არაფრით არ შევხვდებიო, მაგრამ დრო და გარემოება იცვლება, ზელენსკიმაც ის მაშინ სწორი სტრატეგია შეცვალა კიდევ ერთი ახლა დიამეტრალურად განსხვავებული სტრატეგიით და თქვა, რომ არა, რატომაც არ შევხვდები, ოღონდაც კი მშვიდობა დამყარდესო, ის მშვიდობა, რომელსაც ასე დაჟინებით ითხოვს პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც თავის მხრივ სავარაუდოდ ნელა, რა ვიცი კიდე რა ვთქვა, ხვდება, რომ პუტინის გამოცხადება იქნება თუ გამოცხადება არ იქნება, დამოუკიდებლად იმისა, რომ გამოცხადება თუ არ გამოცხადება, პუტინი სტამბულში მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის ვერ მიიღწევა და შესაბამისად ის ხვდება, რომ შეერთებული შტატები, რომლის ლიდერიც ახლა არის, პირდაპირ ანირიბად კვლავ დარჩება ამ კონფლიქტში, უნდა მას ტრამპს ეს თუ არ უნდა დარჩება. რას საკვირველია აქ კონვენციური ომი არ იგულისხმება რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ მას უბიძგებენ, მას მიიყვარენ, დრო და გარემოება ვითარება მიიყვანს მას იმ გადაწყვეტილებამდე, რასაც უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და ევროპელებთან ერთად საერთო პოლიტიკის შემუშავება და რუსეთის მაქსიმალურად წნეხის ქვეშ მოქცევა და უკრაინის მხარდაჭერა ჰქვია. ამ ბოლომდე არა, ესეც არ არის ბოლო, ამ სცენარამდე, ამ ბილიკამდე მივდივართ, ჩვენ ტრამპი ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში გაცილებით გონიერად მოქმედებს, ვიდრე
მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკა არაკლია მას არც ჩემი მხრიდან და არც უფრო სერიოზული კრიტიკოსების მხრიდან, ტრამპი გაცილებით სერიოზულად მოქმედებს, ვიდრე მოქმედებდა ბაიდენი. ბაიდენი ვარშავაში, ბაიდენი ბრიუსელში, ბაიდენი ვაშინგტონში, ბაიდენი ვილნიუსში თქვი, ხო? კიევში ნებისმიერ იმ ქალაქში ჩასული ბაიდენი, სადაც მას უწევდა 3 წლის განმავლობაში განცხადებების გაკეთება უკრაინასთან დაკავშირებით, ბაიდენი იყო კარგი მთქმელი, უნდა ვაღიაროთ. სადღე ჩვენ დავუჭერთ მხარს ადრევლზელო წამოუწდა ეს სიტყვა და არ მიმაქვს უკან. ჩვენ დავუჭერთ მხარს უკრაინას, ჩვენ არ დავუშვებთ რომ უკრაინა დამარცხდეს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, ჩვენ რუსეთმა უნდა დაიხიოს უკან, მისტერ პუტინ მე თქვენ გაფრთხილებთ უამრავი რამ, სწორი რამ აქვს ნათქვამი ბაიდენს და ბევრი რამ აქვს გაკეთებული, რასაკვირველია, მაგრამ გაიხსოვებათ ისიც რომ ბევრი რამ მან არ და ბევრი რამ მან ვერ გააკეთა სხვადასხვა მიზეზის გამო, ის უხეშად ვამბობ, ცხადია, უხეშად კვირაში ერთხელ თუ გამოჩნდებოდა ხოლმე მედიის საშუალებებთან და ამ კვირაში ერთხელ რომ გამოჩნდებოდა ამ იშვიათ გამოჩენებში უკრაინას ახსენებდა ყოველთვის, მაგრამ ესე უხეშად ვიტყვი 20 წუთის განმავლობაში ტრამპი ჩანს დღეში 7ჯერ და ამ დღეში 7ჯერ რო ჩანს, დღეში 6ჯერ საათი აქაც ვუტრირებ ცხადია, მაგრამ ხშირად ლაპარაკობს უკრაინაზე და სრულიად არასტანდარტულ ნაბიჯებს გვთავაზობს ვინ იცოდა მინერალების თაობაზე ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში, აი ტრამპი ლამის მოსული არ იყო პრეზიდენტად, ოვალურ კაბინეტში არ იყო შესული, რომ მინერალებზე დაძრა სიტყვა და აკე უკვე ხელმოწერილია ზელენსკის მიერაც, ანუ კანონის ძალა აქვს და ეს მინერალების ხელშეკრულება ხო არ ქვია დიდი თავგადასავლის შემდეგ უკრაინის დახმარების ფონდიც იარსებებს და მხარეები შეიტანენ 50-50-ზე, ნუღარ გამამახვილებინებთ კი არა ყურადღებას ამაზე, ნუღარ გამახსენებთ ამ ამბავს, მნიშვნელოვან ამბავს, უკრაინის რეკონსტრუქციაც მოხდება ადრე თუ გვიან და უფრო ადრე ვიდრე გვიან და ამერიკის შეერთებული შტატების წილიც ამაში იქნება უზარმაზარი. თუ აქცევთ ყურადღებას, პრეზიდენტი ტრამპი და ბოლო ხანს მაინც გამოჩენილი ვიტკოფიც კი და აღარ ლაპარაკობ ხა რუბიოზე, გენერალ კელოგზე, კონგრესმენ სენატორებზე, ხო, აღარ ლაპარაკობ მათზე, ისინი სულ უფრო იშვიათად საუბრობენ ადმინისტრაციას სკოლის პირველ ყოვლისა, რაღაც უკრაინის გაყოფაზე, იმაზე რომ აი უკრაინასაც მოუწევს რაღაცის დათმობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეგ კი არა საფრანგეთის ლიდერზე რომ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, მისი ინტერვიუს თაობაზე, იქაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, სულ სხვა რამე აქვს, სხვა და სხვაგვარად აქვს ნათქვამი პრეზიდენტ მაკრონს და სამწუხაროა რომ არავის არ ვადანაშაულებს, ცხადია, მაგრამ ჩვენს მედია ონლაინ საშუალებებში ხანდახან მაინც კონტექსტის გარეშე და არასრული თარგმანი ვრცელდება ხოლმე ამ შემთხვევაში მაკრონის განცხადებისა და სხვა განცხადებებისაც. კარგით, გავალებოთ ახლა თავი დაუბრუნდეთ სტამბოლის შეხვედრას. მოკლედ პუტინი ჩავა თუ არ ჩავა, პუტინი არ ჩავა. პუტინი არ ჩავა, გასაგებია რომ იმიტომ არ ჩავა, რომ ბაზობის დასრულება თავის მხრივ არ უნდა, მაგრამ რატო არ უნდა და ყველამ ვიცით რომ მას უნდა მთელი უკრაინა და ეხლა ჩიხში მომწყდეულს, ხო, არ ძალუց მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა პრეზიდენტ ზელენსკისთან. იმიტომ რომ გარდაუვალია ამ შემთხვევაში მარცხი, მაგრამ რა ხდება უკვე შემდგომ, მას შემდეგ, როდესაც მსოფლიო დარწმუნდება იმაში კიდევ ერთხელ ბოლო შანსს რომ ვერ გამოიყენებს შლეგი ლიდერი პუტინი, რა ხდება უკვე შემდგომ. დაახლოებით 2 თვეში და მაქსიმუმ ვილაპარაკოთ სექტემბრისთვის უკრაინა მიიღებს არ შეჩერდება რანაირი სადაზვერო ინფორმაციის მიწოდება, უკრაინა მიიღებს მაღალი ალბათობით შეერთებული შტატებისგან დახმარების ახალ რამდენიმე რამდენიმე ათეულ მილიარდიან პაკეტს, ასეთ შემიძლია ვთქვა და გაგიკვირდება და ამის ინიციატორი იქნება პრეზიდენტი ტრამპი, სულაც არ არის გასაკვირი. ეს ერთი. მეორე, რუსეთის მიმართ დაწესდება ისეთი სანქციები, რომელთა შესახებაც ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რომლებიც აქამდე არასოდეს დაწესებულა. პუტინი ამბობს, რომ ჩვენ ყველა გამოწვევას უნდა დავხვდეთ, ღირსეულად უნდა შევხვდეთო, ეს არის ჩვენი სვედაბედიო, ეს არის მათი სვედაბედი, მაგრამ ბავშვობის ფასების კლების, გარდაუვალი კლების
და სხვა ფაქტორების გამო რუსეთს იმაზე ბევრად მეტად გაუჭირდება, ვიდრე უჭირდა მას თუ ტრამპის პირველ 100 დღეში, ასე ვთქვათ, ან როცა კიდევ არსებობდა იმედი, რომ რუსეთი ადეკვატური სახელმწიფო იქნებოდა, ტრამპს ჰქონდა ყოველ შემთხვევაში ეს იმედი, ან ბაიდენის ბოლო 3 წლის განმავლობაში, როცა რუსეთს უჭირდა და უჭირდა, იცით ვქერო 17 სანქციების 17 პაკეტია შემუშავებული ევროკავშირში და შეერთებული შტატებიც აწვება და აწვება, მიაწვება რუსეთს აქ არ გულისხმობ მხოლოდ პერსონალურ სანქციებს, პირველ ყოვლისა გულისხმობ ფინანსურ სანქციებს. ნავთობის ფასი ახსენდა მისი დავარდნის დაცემის გათვალისწინებით რუსეთის ეკონომიკას სერიოზულად გაუჭირდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთში მაინც და მაინც რომელიმე ქალაქში ან მით უფრო მოსკოვ პეტერბურგში დაიწყება რევოლუციური პროცესები, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს კორუმპირებულ ქვეყანას სულ უფრო გაუჭირდება ომის მანქანის შენახვა, ომისში ფინანსების ჩასხმა სამხედრო მრეწველობაში თუგნებავთ ასე ვიტყვი და ამ ლოჯისტიკური ხაზების უწყვეტობის შენარჩუნება, რაც ასე თუ ისე მას შენარჩუნებული აქვს პრობლემების მიუხედავად. ამ ყველაფერს დაამატეთ ის, რომ უკრაინა მიიღებს იარაღს, მიიღებს ფინანსურ დახმარებას, მათ შორის ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით და იმისთვის, რომ დარჩენილ უკრაინაში ეს ფინანსური პრობლემები ისედაც მძიმე მდგომარეობაში ეკონომიკა ვაღიაროთ და კიდევ უფრო არ გაღრმავდეს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მიიღებს პირდაპირ თუ ირიბ ნებართვებს კიდევ ერთხელ, რომ საკუთარი იარაღით ბომბოს რუსეთი სიღრმეში. ეს დრონებით, უპილოტო საშუალებებით, ჩაჰიდი დრონებით, თუ ასე რომ ამბობთ ხანდახან, ხო, ანუ თვით ფეთქებადი დრონებით, რომ შესწირავ იმგვარი დრონებით. და ეს რატოა მნიშვნელოვანი? იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რუსეთს ისედაც უჭირს და ლოჯისტიკური ხაზების მოშლა, ლოჯისტიკურ ხაზებზე იერიშების მიტანა და მათი განადგურება ისევე, როგორც საწარმოების, ან იარაღის საწყობების, ან ნავთობაზების განადგურება რუსეთს საერთოდ მიანგრმოანგრევს იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ვთქვი, ანუ ეკონომიკური სანქციების, ნავთობზე ფასის ვარდნის, ჩრდილოვანი ფლოტი არ მიხსენებია და მისი შეჩერება გაჩერების და ასე შემდეგ გათვალისწინებით. მივა თუ არა პუტინი ოდესმე იქით შეეხვეწება თუ არა, ასე მაგალითად ერდოღანს ან სხვას, რომ მოდით კიდევ ერთხელ ამჯერად მე ვარ მზად მოლაპარაკებებისთვისო ერთის მხრივ მე უნდა წარმოვთქვა წინააღმდება, რომ დიახ პუტინი იძულებული იქნება, რომ თავად თუ ეს ასე მოხდა, ამ შემთხვევაში უკვე ამხედრებული გამარჯვების გზაზე დგომი უკრაინა დასავლეთი ერთად გაცილებით მეტის დათმობას მოსთხოვენ რუსეთს, პუტინს, ვიდრე მან უნდა დათმოს, მას შეეძლო დაეთმო ასე მაგალითად ხვალიდელს შეხვედრაზე, რომელსაც ის არც დაესწრება და შესაბამისად ეს შეხვედრები არც გაიმართება, თუ გაიმართება ფორმალისტური ხასიათი ექნება და ხოლო ანკარაში იქნება თუ სტამბულში პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩავიდეს, ამის თქმა დამავიწყდა, რა საკვირველია უნდა ჩავიდეს, ნებისმიერ შემთხვევაში რომ ტრამპს მოაწონოს თავი და ტრამპს აჩვენოს, რომ მართლა ზის სულთან აჰმედთან კაფეში, უტრირებ ცხადია, მეტროსადგურ ლალელისთან კაფეში ან ტაქსიმზე კაფეში. ხო, უტრირებ ცხადია, მაგრამ მოკლედ არის სტამბულში დაფიქსირებულია და კადრი აჩვენოს ტრამპს, რომ აი მე აქ მართლა ჩამოვედი, დონალდ აქ. ხო, ტრამპი იქით იყოს და ზელენსკის იქით იყოს, პუტინს და რუსეთს რასაკვირველია მეტად გაუჭირდება უკვე ამის შემდგომ და უკრაინა და დასავლეთი ამას ვამბობდი, რომ მეტის და მეტის დათმობას მოსთხოვენ რუსეთს უკვე მაშინ, როცა პუტინი იგრძნობს მართლა იგრძნობს სუსხს სანქციებისა, ქარს და ნიავს და ქარს კი არა, ქარიშხალს სანქციებისა და იქით მოსთხოვს მეთქი მოლაპარაკებებს, მაგრამ შესაძლოა პუტინმა არც მოსთხოვოს მოლაპარაკებები, აქ იგით ხარით შლეგია და ყველა მისი თუ ჩემოდაც და კიდევ უფრო გაამკაცროს, გადაჭიმოს, გადაძაბოს, გადაართულოს ურთიერთობები დასავლეთთან პირველ ყოვლისა, რაც მისი მეორე მხრივ გარდაუვალი კრახის საფუძველი იქნება და ეხლა დავუბრუნდეთ კი არა შევეხოთ ორიოდე სიტყვით ჩვენს ქვეყანას, ჩვენს არაჩვეულებრივ ქვეყანას. მე გეკითხებით თქვენ ქართული ოცნების მომხრეებო, არა, თქვენს არ გკითხავთ, მივმართავ უბრალოდ მაყურებელს, რა გამოსავალი კი არა, რა ვიხას უნდა ჩაებღაუჭოს ამ შემთხვევაში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება.
ხომ წარმოუდგენელია რომ პატარა პაწკუა საქართველოსში იყოს ესეთი არადემოკრატიული არათუ ტენდენციები, არამედ არადემოკრატიული რეჟიმი დამყარებული მაშინ, როდესაც ხუხულასავით ინგრევა მისი რეალური პატრონი სახელმწიფო ინგრევა პირდაპირ მნიშვნელობით, ან თუ გნებავთ ისე სუსტდება მეთქი, როგორც დასუსტდა გასული საუკუნის 80-იან წლებში, ან 90-იანი წლების დასაწყისში, ვიღას უნდა გახედოს ბიძინა ივანიშვილმა იმედის თვალით შემწეობა ვიღას უნდა სთხოვოს, ფინანსურ შემწეობას არ გულისხმობ, ან ნაკლებად გულისხმობ, მოკლედ ვინ უნდა იყოს მისი საყრდენი მსოფლიო ასპარეზზე, ჩინეთიო ვინმე მეტყვის, ჩინეთიც კი, რომელმაც პრინციპში 90 დღით მართალია, მაგრამ მაინც დაალაგა ურთიერთობები, სავაჭრო ომი მოაგვარა რუსეთთან კი არა, შეერთებულ შტატებთან, იცით თქვენ რომ 10%-იანი ტარიფი, 10%-მდე დავიდა ტარიფები შეერთებული შტატების საქონელზე ჩინეთში და 30%-მდე შეერთებული შტატების საქონელზე და 10% პირიქით 10%-ით შეერთებული შტატების საქონელზე ჩინეთში და 30%-ით ჩინეთის საქონელზე შეერთებულ შტატებში, ანუ ეს ტარიფების ომი 90 დღით ყოველ შემთხვევაში გაჩერებულია, პროლონგაციით ასაკვირველია გაგრძელდება ეს ყველაფერი. ჩინეთი ამ პატარა საქართველოსთვის არ დაეტაკება დასაკვირველია გლობალურ მოთამაშე შეერთებულ შტატებს. აკი ამიტომაც თუ მიაქციეთ ყურადღება პრაქტიკულად გაძევებული ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტიდან ჩინური სახელმწიფო სანქცირებული შეერთებული შტატების მხრიდან კომპანია და საერთოდ ჩინეთის სახელმწიფო არ აქტიურობს და არ ითხოვს რომ ჩვენ ხო გავაფორმეთ წინასწარი შეთანხმება და ეხლა მართლა მოგვეცით შესაძლებლობა დავიწყოთ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის ანაკლიებად. ანაკლიაც კი ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მისთვის პატარა პროექტია კომპანიისთვის და ჩინეთისთვის სტრატეგიული თვალსაზრისით შესაძლოა მნიშვნელოვანი, მაგრამ არ ღირს ანაკლიის გამო ახლა გადაძაბვა ურთიერთობისა არა ამ ბანდა ხელისუფლებასთან, რომელსაც გასცეს და ჩინური ეს კომპანიას და მთლიანად ჩინეთი ამ ხელშეკრულების ჩაშლისა და გამო, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელმაც უნდა თქვას, და პრინციპში ამბობს კიდეც და ტრამპის პირველი კადენციის დროს ამბობდა და ახლაც პრინციპში ამბობს იმას, რომ შავი ზღვა მისი ინტერესია და შესაბამისად შავი ზღვის ზღვაში არსებული ყველა სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის ანაკლია რასაკვირველია, არის მის ინტერესებში და აქედან გამომდინარე ვერ გაჭაჭანდება, რაც უნდა ძლიერი სახელმწიფო იყოს, ამ შემთხვევაში ჩინეთი, რომელიც რასაკვირველია ამ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორი, ანაკლია რომ შემდგარიყო ჩინური მოდელით, რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი იქნება. მეთქი აქვე ერთი ჩარტყმა, ადრესატი საკუთარ თავს მოიცნობს, ვიცით, ბევრი მიხვდება კიდეც, აქ ხანდახან წასწდებათ ხოლმე, რომ ხტობაც არა, ანაკლია უნდა იყოს ჩინეთიც უნდა მონაწილეობდეს, რუსეთიც უნდა მონაწილეობდეს, ყველა დაინტერესებული უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ ამერიკელები უნდა იყვნენ რაღაც ძირითადი წარმმართველი. არა ბატონებო, თანამშრომლობის პრეცედენტიც კი ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ანაკლიაში არ უნდა შედგეს, თუ ვაშინგტონი არ იტყვის ამას. დიახ, ვაშინგტონი, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია ეს კარიბჭე საქართველოს სახით დამაკავშირებელი ჰაბი თუ გნებავთ ესე გეტყვით და ჩვენი ყოველი ინიციატივა რომ იცით ჩინელებმაც დააბალანსონ ამერიკელები ან ამერიკელებმაც დააბალანსონ ჩინელები პირიქით ოღონდ ამერიკელებს მეტი წილი ჰქონდეთ და რუსებს ნაკლები ხო ეს წარმოუდგენელი და არასწორია მით უფრო რუსულ ლაპარაკობთ ჩინეთს თავი დავანებოთ ახლა და რუსეთზე მოდელი თანამშრომლობისა რასაკვირველი არც უნდა შედგეს ვიდრე in general ანუ გლობალურად არ გადაწყდება საკითხები და რამდენიმე საკითხი მაინც. კარგი, დაუბრუნდეთ ახლა მთავარ თემას. მოკლედ, სტამბულში პუტინი არჩავა და სანეძლაოს ჩამოსვლა რთულია, აგე დავწერდი ფურცელუკაზე, ხო, დავწერდი ფურცელუკაზე, აი ფურცელუკა. სანეძლაოს ჩამოსვლა რთულია, აი კალამიც მქონია, გაგდია თურმე, მაგრამ აი დავწერ, თუ გნებავთ მართლა და ვიტყვი რომ მიმდინარე წლის ბოლომდე პუტინი იქით მოითხოვს მოლაპარაკებებს. ეს სულ მაქსიმუმ გეუბნებით, რეალურად კი სექტემბერს ალბათ არ გაცდება პუტინის ინიციატივა, რომ შევხვდები ზელენსკის, ოღონდაც კი შემახვედრეთ ოღონდ. იმ მომენტისთვის, როცა პუტინი მოინდომებს შეხვედრას ზელენსკისთან, ფრონტის ხაზზე, სადაც უკრაინელებს სულაც არ უჭირთ რუსულ მედია საშუალებებზე
არ ჩავრჩებით და რუსულ ნარატივებს არ ავიტაცებთ, ფრონტის ხაზზე სულაც არ უჭირს უკრაინას და იმ პერიოდისთვის, როცა რუსეთი მოითხოვს კი არა პუტინი იტყვის, რომ შევხვდები ზელენსკისო, ამ პერიოდისთვის რუსეთს უფრო მეტად დარხეული ექნება. დარხევა, ასე უნდა დავასათაურო დღევანდელი ვიდეო ბლოგი. მე გირჩევთ ნახოთ არა მხოლოდ ის, უბრალოდ ეს უკვე ნახეთ, როგორც ვთქვათ, რაღაცა ამ სიტყვებს ისმენ, არამედ სხვა ვიდეო ბლოგებსაც მიაქციოთ ყურადღება და კიდევ სტატუსებს WhatsApp-ს კი არა, რა ქვია იმას, YouTube-ს გონია შესანიშნავი ფუნქცია, როცა ტექსტურ სტატუსებსაც სთავაზობ საზოგადოებას აუდიტორიას და იქ გამოკითხვებიც გონია სხვათა შორის და მე მიხარია რომ გამოკითხვებიც აქვს, იმიტომ რამდენიმე კითხვა დავსვი და მაყურებელთა გარკვეული ნაწილი აქტიურობს. მე უკლებლივ ყველას მადლობას გიხდით. დღეს კიდევ ერთი ვიდეო ბლოგი მექნება. ეს წაიშალა, კი არა, ბოდიში. გიბოდიშებთ. ეს ბიჯაკი რო გავიხადე, ამასობაში ესეც გაჰყვა იმ ბიჯაკს, ხო? მოკლედ უყურეთ მეთქი ჩემს ვიდეო ბლოგებს, სტატუსებიც გქონია მეთქი YouTube-ს, იმ სტატუსებსაც ასევე გამოკითხვებს მიაქციეთ ყურადღება. ჩაუღრმავდით, მიიღეთ მონაწილეობა, მადლობა სუხთი უკლებლივ ყველას, ვინც აქტიურია, ვინც ნახულობს ჩემ ვიდეო ბლოგებს და იცოდეთ, რომ ყველაფერი იქნება საქართველოსთვის კარგად, უკრაინისთვის კარგად, შესაბამისად ბიზნესთვის ცუდად, პუტინისთვის ცუდად და საერთოდ როცა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია. როგორ ვარქმევთ და პუტინს, ესე დავარქვათ, პუტინს აუცილებლად დაერხევა. წახილის ნიშანი. ნახვამდის.